ეს საუბრები შეიძლება გარკვეულ სირთულეებს დააწყდეს, რადგან ჩვენი კოლეგა Trey Inksti Fox News-ის რეგიონალური ოფიციალური პირისგან შეიტყო, რომ ხორმუზის სრუტე სულად კონტროლდება ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ და ფაქტობრივად დახურულია. რამდენიმე ხომალდს დღეს უკან დაბრუნება მოუწია, როდესაც მათ გადაკვეთა სცადეს. Trey ამატებს, რომ გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა ერთ-ერთ ხომალდს, როგორც გუშინ ღამით გამოცხადებული დახურვის პოლიტიკის ნაწილის. ეს ეწინააღმდეგება იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებდა ირანელი ოფიციალური პირების თანამშრომლობის შესახებ სრუტეში. მალე ვნახავთ, როგორ გაიზარდა ბაზრები და ინდექსები ამის ფონზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ირანი და რევოლუციური გვარდია ცდილობენ ჩაერიონ და ხელახლა დაამყარონ კონტროლი, პრეზიდენტს არ მოეწონება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ასე იქნებოდა. და ასევე ჩვენთვის, ვინც უბრალოდ გარედან ვუხურებთ და აუცილებლად არ გვესმის აქ ჩართული ყველა სამხედრო კომპონენტი, სინამდვილეში მე გამიკვირდა, რომ მათ ამ ეტაპზე ხორმუზის სრუტის კონტროლი შეუძლიათ. მე მეგონა, რომ ისინი სამხედრო თვალსაზრისით უფრო მეტად იყვნენ დასუსტებულები და ამას ვერ შეძლებდნენ. არ ვიცი, შენ რას ფიქრობ, ჩარლი, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან შოკის მომგვრელია. კარგი, მუქარის გაკეთება რთული არ არის და როგორც რევოლუციის ისტორიის განმავლობაში აკეთებდა, ირანი ბევრ რამეს აკეთებდა და სწორედ ამიტომ ვართ აქ. მხოლოდ ერთი მიზეზია, რის გამოც მათ რაიმე ძალა აქვთ, იმიტომ რომ ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა დააშინონ ხალხი და აიძულონ ისინი შეეშინდეთ იქ გავლა. მაგრამ რა? ის რაც ცოტა მაბნევს აქ არის ის, რომ არ ვიცი რა გეგმა აქვთ მათ გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ მათი გრძელვადიანი გეგმაა, რომ სცადონ და მსოფლიო თავის მხარეს გადაიყვანონ, არ ფიქრობ, რომ ეს იმუშავებს. სინამდვილეში, ეს ზეწოლას მოახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ცოტა არ იყოს თავს იკავებდნენ ჩართვისგან, რომ ჩაერთონ, მაგრამ არ ფიქრობ, რომ ისინი მათ მხარეს ჩაერთვებიან. მე ვფიქრობ, რომ შეერთებულმა შტატებმა ბევრად უკეთესი და სამართლიანი უნარი აჩვენა, რომ შეინარჩუნოს საზღვაო გზები ღია ყველა ქვეყნისთვის, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა. ხოლო ირანმა ზუსტად საპირისპირო გააკეთა, ასე რომ ნამდვილად არ ვიცი რა გრძელვადიანი გეგმა აქვთ მათ, როცა ამას ახლა აკეთებენ. და რატომ მოხდა ეს? მინდა ვთქვა, შესაძლებელია, რომ იცით ამ შეთანხმებასთან ერთად ლიბანშიც ცეცხლის შეწყვეტა იყო. მაშ იქნება ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს შეთანხმება დაირღვა, იქნება მან გამოიწვია ის. გახსოვდეთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ისრაელი აღარ დაბომბავს ლიბანს. მან თქვა, რომ მათ ამის გაკეთება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აეკრძალათ. საკმარისია, 3 ძახილის ნიშანი. მადლობა პრეზიდენტო DJT. ასე რომ არ ვიცი, ამას რაიმე კავშირი აქვს თუ არა იმასთან, მაგრამ ეს საკმაოდ ძლიერი განცხადებაა, რომ საჯაროდ უთხრა ისრაელს. ეს მართალია. მაგრამ რომ დავბრუნდეთ იმ საკითხზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ახსენებდი რეიჩელ, ირანის მიერ სრუტის კონტროლის აღებაზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ირანს ომის დაწყებამდე არასდროს ქონია სრუტის კონტროლი იმ მიზეზით, რასაც ჩარლი აღნიშნავს. ყველა სრუტე პლანეტაზე გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მიხედვით თავისუფალია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მოხდა. და ამ განცხადებაში, რომელიც რეგიონული დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმა გააკეთა Trey Inksti-თვის, ამბობს, რომ ხორმუზის სრუტე თლიანად ირანის რევოლუციური გვარდიის კონტროლი და ფაქტობრივად სრუტის დახურვა ახლა და ის ფაქტი, რომ მათ გემს ესროლეს, არის კონტროლის ისეთი დონე, როგორიც ირანს აქამდე არასდროს ქონია. და ასე რომ ისინი ზღვარს აჭერენ. რაც შეეხება შენს აზრს, ჩარლი, გრძელვადიან თამაშზე ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა, რადგან ირანის სამხედრო თვალსაზრისით არასდროს ყოფილა ასე დამარცხებული. და მათი უნარი აიღონ კონტროლი იმ სრუტეზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს არის დიდი გაურკვევლობა. ამ ყველაფრის განვითარება ეხლა დამოკიდებულია იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ამ შაბათ-კვირას პაკისტანში უნდა დაწყებულიყო. ეს ყველაფერს მთლიანად აფერხებს დიახ, და ასევე ნავთობის ფასებზეც მეგობრებო. დიახ. ამას ნახავთ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სწორედ ამას ეხება. ეს ეხება ეკონომიკას და ეს ერთადერთი ბერკეტია, რაც ირანს აქვს. სოფლიოს დანარჩენი 99%-ისთვის ისინი უბრალოდ მოუთმენლადელია. ცხადია, იქ ბევრი პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ზოგადად ყველა ამ სხვა ქვეყანას უბრალოდ სურს ჯანმრთელი და წარმატებული ეკონომიკა.
და ირანი იყენებს თავის შესაძლებლობას დაარღვიოს ეს, რომ ყველაფერი გააფუჭოს. და რა თქმა უნდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ამას ბოლომდე მიიყვანს, ის ამას აღიქვამს როგორც უზარმაზარ ეკონომიკურ გამარჯვებას შეერთებული შტატებისთვის, რადგან ეს არის ამერიკა უპირველეს ხოვლისა დღის წესრიგის ნაწილი, რაზეც ის საუბრობდა. დიახ. კარგი. კარგი. ეხლა კი ოპერაცია ეპიკური ვისკვის შესახებ. პრეზიდენტი ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანზე თავდასხმები განახლდება თუ თეირანთან შეთანხმება 4 შაბათამდე არ იქნება მიღწეული. რებეკა კასტორი ახლა ვაშინგტონიდან გვიერთდება, მას აქვს უახლესი ამბები. რებეკა, დილა მშვიდობისა. რეიჩელ, დილა მშვიდობისა. გუშინ საღამოს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მიიღო ძალიან კარგი ამბები ირანის შესახებ. მან თქვა, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს და მალე გაიგებს, იქნება თუ არა შეთანხმება დათქმულ ვადაში. სხვა შემთხვევაში შეერთებული შტატების ძალები მზად არიან მოქმედებისთვის. შეთანხმება 20 შაბათამდე, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა დასრულდება. თქვენ გაახანგრძლივებთ ცეცხლის შეწყვეტას? არ ვიცი, შეიძლება არა. შეიძლება არ გავახანგრძლივო. მაგრამ ბლოკადა გაგრძელდება. მაგრამ შეიძლება არ გავახანგრძლივო. მაშ ბლოკადა გაქვს და სამწუხაროდ მოგვიწერს ბომბების კვლავ ჩამოგდება. მე ვარ ორია. ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადა ზეწოლა სახდეს რეჟიმზე, რომ ტრამპის წითელი ხაზები მიიღოს. ორშაბათიდან მოყოლებული 20 გემი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო. ირანის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა. რეჟიმმა გამოაცხადა, რომ სრუტე კვლავ გაიხსნა. პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა ბიზნესისთვის, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ საზღვაო ძალები სახლში დააბრუნოს. ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად ღიაა და მზადაა როგორც ბიზნესისთვის, ასევე სრული გავლისთვის. მაგრამ საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება ირანის მიმართ, სანამ ჩვენი გარიგება ირანთან 100%-ით არ დასრულდება და სრულად არ მოეწერება ხელი. ამგვარად ირანის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ხელახლა დაამყარონ კონტროლი სრუტეზე, სანამ ელექიმერიდები არ მისცემენ ნაოსნობის სრულ თავისუფლებას იმ გემებისთვის, რომლებიც ირანში მიემგზავრებიან. პრესა ამაზე ყურადღების მიქცევა ღირს, რადგან ტრამპმა გუშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანმა ყველაფერი მიიღო. ბირთვული პროგრამის შეჩერება, გამდიდრებული ურანის დადაცემა და ჰამასისა და ჰეზბოლას დაფინანსების შეწყვეტა. შარლი, რეიჩელი და გრიფი თქვენთან ერთად არიან. კარგი, რებეკა კასტრო. გმადლობთ რებეკა. ასე რომ, არსებობს გარკვეული წინააღმდეგობრივი ნიშნები, რადგან ხედავთ ცნობებს, რომ გემები შეიძლება ბრუნდებიან, რადგან ირანელები გზავნიან შეთხობინებებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ სრუტე ღია არ არის. და თუ ისინი ერევიან იმაში, რაზეც შეთანხმდნენ, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, უმჯობესია ძალიან ფრთხილად იყვნენ, როცა ცდილობენ იმ ხალხით манипуლირებას, ვისი მოტყუებაც უნდათ. და პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მიიღო ზარები ნატოს წევრებისგან. და მან თქვა, ბოდიში, ეს უკვე ცოტა გვიანია, ძალიან ცოტა და ძალიან გვიან. უყურეთ, მოусმინეთ ამას. და ახლა როცა პრობლემები მოგვარდა, სიტუაცია თითქმის მოგვარებულია. ნატოდან დამირეკეს და მკითხეს, თუ გსურს რაიმე დახმარება. დიდი მადლობა ნატო. უთხარი მათ, რომ დახმარება 2 თვის წინ მინდოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად აღარ მინდა თქვენი დახმარება. იმიტომ რომ ისინი სრულიად უსარგებლონი იყვნენ. კი, ჩვენ გვჭირდებოდა ისინი, მაგრამ სინამდვილეში არასდროს გვჭირდებოდა. მათ ჩვენ ვჭირდებოდით. მათ ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება. ისი როგორც პოლიტიკოს რთულია დაიჯერო, ვიცი. მაგრამ გამარჯვების შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს, ბატონო, მინდა დიდი წვლილი შევიტანო თქვენს კამპანიაში. და მე უთხარი, მოусმინე, უბრალოდ რომ გაიგო, ჩემი გამარჯვების შემდეგ კამპანიაში შეტანილი წვლილი არ ითვლება. კარგი, ისინი არ ითვლება. ეს საუკეთესოა. ხო, მართალია. ხო, ის ამას ნამდვილად ხვდება. ნახეთ, ჩვენ ვხედავთ მასიურ და მართლაც მნიშვნელოვან გადალაგებას. და ვფიქრობ, ეს ნატოსთან არის დაკავშირებული. ნატო ამის ნაწილია. რა არის ნატოს მომავალი? ვფიქრობ, ამ ომამდე ბევრი ფიქრობდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, თუნდაც დონალდ ტრამპს გაემარჯვა, თუ ის მათ მხარს დაუჭერდა და ითხოვდა, მოგცეთ მეტი ფული, თქვენ ჩვენ გუმართებთ, გადაიხადეთ მეტი. ჯერ კიდევ არსებობდა გაგება, რომ ნატო გჭირდება, მაგრამ ამის შემდეგ ვფიქრობ, ეს მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება, ბევრმა ადამიანმა დაიწყო კითხვა, ნატო გჭირდება? და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპიც არის.
თუ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებას მიაღწევს იმაში, რასაც ბოლო ერთ-ორ თვეში ირანთან დაკავშირებით ცდილობს, შეერთებული შტატები ამით დიდ სარგებელს მიიღებს. მაგრამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ყველაზე დიდ სარგებელს მიიღებს ევროპა და უფრო აღმოსავლეთით ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია და კორეა. და შესაბამისად, თუ მას ეს გამოუვა, მან გააკეთებს იმ საქმეს, რაც ნატო ვერ შეძლო და რისგანაც ნატო უზარმაზარ სარგებელს მიიღებს. და საკმაოდ საინტერესოა, რომ მათ თითიც არ გაუნძრევიათ დასახმარებლად, როცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვესმის, რომ როცა მათგან რომელიმე, როცა ამ ქვეყნები და რომელიმე გაჭირვებაშია, ეს გარანტირებული მოლოდინია, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ისინი ჩაერევიან და დაეხმარებიან მათ. უკრაინა იდეალური მაგალითია, დიახ. ანუ ბევრ ადამიანს სურდა, რომ ისინი შესულიყვნენ და სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაცია მიანიშნა, რომ მათ შეეძლოთ ნატოში გაწევრიანება. ეს სიტუაცია ნატოში მოხდა და ასევე რუსეთთანაც მოხდა და აშკარად ევროპა ამით თავს საფრთხეში გრძნობდა და საბოლოოდ უზარმაზარი თანხა დავხარჯეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ხარჯავთ ფულს ამაზე. ეს იყო ომი, რომელშიც ნამდვილად მერჩია, რომ არ ჩავრეულიყავით. და ეს მათი ბრძანებით მოხდა. როგორი იქნება მომავალი, თუ ნატო უმნიშვნელო გახდება ან გაქრება? გახსოვდეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ნატოს ქაღალდის ვეფხვს უწოდებს. და ეს სიტყვები საკმაოდ გავლენიანია, რადგან მათ რეალურად არაფერი გაუკეთებიათ 90-იანი წლების შემდეგ ბოსნიაში, კოსოვოში. და საბოლოო ჯამში ნატოს მთავარი პრინციპი, როგორც ხალხი მას ესმის, არის მეხუთე მუხლი. ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველას წინააღმდეგ თავდასხმას. და ისინი არ გამოჩენილა. ისინი 10 წლეულებია თავს იქმაყოფილებენ იმ იდეით, რომ თუ ნატოსთან დაკავშირებით საქმე ცუდად წავა, ამერიკელები ყველაფერს მოაგვარებენ და ჩვენ არ დაგვჭირდება წვრილის შეტანა. თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად, მომავალი იმაშია, რომ პრეზიდენტს ნატოს გენერალურ მდივან რუთისთან ისეთი კარგი ურთიერთობა აქვს, რომ შესაძლოა ალიანსის რეფორმირების იმედი არსებობდეს. მაგრამ მარფლავ ვფიქრობ, რომ ნატოს სერიოზული რესტრუქტურიზაციისა და ნატოს განახლებული ვალდებულების გარეშე ნამდვილად არ ვიცი, რა მომავალი ექნებათ მათ. ეს მათი იმედია.